ნახეთ რა საინტერესო რამეს ამბობს, ვნებების გამო მაშინაც უნდა შეფრცხվეს, როდესაც მათ აღძვრას მიზეზები აქვს. მოდიან ხოლმე ადამიანები რაღაც ცოდვის გამო თავს იმართლებენ, აბა რა ვქნა, აბა. მე მithქვავს, რომ ხანდახანდა სამედიცინო თვალსაზრისითაც რომ რაღაცა ცოდვას გამართლება ქონდეს, თუმცა ადამიანი ემოციურია ძალიან და მრისხანებს. დიაბეტი აქვს და ამ დროსაც ნერვული სისტემა მოშლილი აქვს. ვეუბნები, რომ მე შემიძლია გაგამართლო, გავიგო, მოყვასმა, მაგრამ შენი თავი მაინც არასოდეს არ გამართლო, თუ იმრისხანებ ემოციებს ვერ მოთოკავ, თუნდაც ეს გასამართლებელი მიზეზები ქონდეს და ახლა გვიდასტურებს ამას ისაა კავშირი ვნებების გამო მაშინაც კი უნდა შეგრცხვეს, როცა მათ აღძვრას მიზეზები აქვს. ანუ შენ მაინც საკუთარ თავს უნდა დააბრალო, რომ მიუხედავად ამისა შენ ქრისტეს ხატი და მსგავსი ხარ და უნდა დაგეჭირა შენი თავი, მიუხედავად იმისა, რომ შენს ამ რისხანებას მიზეზი აქვს და ასე ყველა სხვა ვნებას.